ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება ეკრძალა. ამასთან დღევანდელ განაჩენს 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი ჯარიმა 25,000 ლარიც დაემატა. 2019 წლის განაჩენით მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა ცნობილი. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის მოსამართლეს ზვია ჩანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ იქნა. ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია მოთავსებული. მელიას ნობილიტეს დამუშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 გადასწრებით დანაშაულის შეტანისთვის და საჭირის სახედაზომად განისაზღვროს 8 თვის თავისუფლების აღკვეთა. მას 2 წლის ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურის დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკაბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდენი ნაწილი ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით და სასჯელის საბოლოო სახედაზომად განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით. ნიკა მელიას მიმართ თბილისის მოსწორესად დაიწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 1 წელი განაჩენის დროს ნიკას ძირითადი სასჯელის სახით დაინიშნა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, რომელიც მას არ ჰქონდა გადახდილი და შესაბამისად მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენში ასახა აღუსრულებელი ნაწილი წინა განაჩენით და საბოლოო სასჯელის სახით განუსაზღვრა 25,000 ლარის ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ეს კიდევ ერთხელ მოწვევს იმას, რომ რაც არ უნდა იკითხონ და წერონ და რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის, ასე ვთქვათ, აღსრულებას, რაც შეეხება ჯარიმას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გამოიტანა განაჩენი დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. განაჩენის სახით მას განუსაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით აუგზავნა თანამდებობის და დაკავების უფლება. ამავდროულად, ვინაიდან სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა, რადგან 2019 წლის განაჩენით ნიკა მელიას განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, ეს განაჩენი იყო აღუსრულებელი, მას არ ჰქონდა აღნიშნული ჯარიმა გადახდილი, მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, აქედან გამომდინარე სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა და შესაბამისად აღნიშნული განაჩენი დაემატა დღევანდელ მიღებულ განაჩენს.